მე ნათია ვარ ჯამთელი ჯანსაღი მარადიული აღდგენილი სური ყველაფერი დაგაორები მოგორი ჩიპები ბრაბდები პრიოსკები პრისოსკები ავისოლები ავიძალები ავიენერგიები რასტრაეცა სლიმაეცა ჟიგაეცა პარტალები ზაკრებეცა ზალატი ულტრაფიოლეტოვი ფილტრებით და зло никак не заходит никак не влияет только отключается запрещаю всех сканирование скопирование და деструкциებას буду штрафироваться жигаться выжигаться отключаться со знаком минус отмене подальше на трансформации ეხლა რა მინდა ვთქვა რა არის ეს მკითხაობა ნუმეროლოგია ყველამ ვიცით რაც არის ეს არის ციფრები ნუმეროლოგია ციფრებია და სახელზე გვარზე პლუს ხდება რაღაცა ციფრის გამოყენება და ყველა ციფრს აქვს თავისი მნიშვნელობა დავუშვათ 5-იან 7-იანს თავისი მნიშვნელობა აქვს 1-იანს თავისი 3-იანს თავისი 4-იანს თავისი და ასე შემდეგ ყველა ციფრებს თავისი მნიშვნელობა აქვს ეხლა რა არის ყავაზე მკითხაობა თუნდაც ეხლა ადამიანი რაშიც დებს თავის ენერგიას ის ასე ვთქვათ რასაც სწავლობს რასაც სწავლაც უნდა რაშიც დებს თავის სპორტში უნდა განვითარება და სპორტში დებს თავის ენერგიას ის გამოსდის როგორღაც ხელოვნებაში უნდა განვითარება ის გამოსდის როგორღაც ხატვაში უნდა განვითარება ის გამოსდის როგორღაც რა ქვია ტექნიკური ტელეფონების გამკეთებელი უნდა და სწავლობს ის რაშიც დებს ადამიანი თავის ენერგიას ხო თავის ფიქრებს აზრებს ემოციებს აბიზებს ის გამოდის და ის ეხმარება ადამიანს რომ აი ესია და ყველას უნდა რაღაცით განვითარება ხო და სულიერი განვითარება მკითხაობა არ არის და ტაროში ჩადო ადამიანა ტაროს კარტებში ან ისე კარტებში ან ყვავის კარტებში გულის კარტებში აგურის კარტებში და ეხლა და რა ქვია ეს რჩება ამ უროვნებზე კარტი რა არის? კარტი არის დახატა რაღაცა, მატრიცამ დახატა კარტი, გამოიგონა ვიღაცამ რაღაცა ეს კარტი. გინდა ტაროები გამოიგონეს ვიღაცემა, გინდა სათამაშო კარტები გამოიგონეს ვიღაცემა რაღაცემა. ამ ტაროს კარტებსაც თავისი ახსნა განმარტებები მიუწერეს და ნაირ-ნაირი ახსნა განმარტებები ამ სათამაშო ყვავის გულის კარტებსაც და აგურის კარტებსაც და ჯვრის კარტებსაც ნაირ-ნაირი ახსნა განმარტებები მიუწერეს. ზოგმა არა ესე ვთვლი მეორო ეს ყვავი გულთან ესეაო, აგური ამასთან ესეაო, კაკო ქალთან ესეაო, არა კაკო იმასთან ესეაო, არა ეს არკანი ესეაო, არა ეს ესეაო და დასდევენ ამ კარტების ამბებს, რომ ეს კარტე და მოხდება თუ არ მოხდება, თუ არ მოხდა ესე არ არის? და თუ მოხდა ესე ესეა და აი რა ქვია ცოტა არ იყო სასაცილოა, ხო? ხო და ამიტომ ადამიანმა რომ ასე ვთქვათ ვინ შექმნა ჯერ ეს კარტები რამ შექმნა რა თუნა ტაროს კარტში და სათამაშო კარტებში და ჯოკრებში და იმებში ადამიანი დებს თავის ენერგიას და ვითომ მკითხაობენ ამას ჯერ მკითხაობა რა თუნდა ადამიანს თუ ადამიანი თulis იმას რომ მე ვარ რაც ვარ რომ მე ვარ ღვთიური სული რომ მე ვარ მარადიული სული და მე მერნი სული ვარ და შემიძლია ბევრნაირად ვიფიქრო, ბევრნაირად ვიაზროვნო, ბევრნაირად დავგეგმო, ბევრნაირად დავიზღვიო თავი, ბევრნაირად გავთავისუფლდე, ბევრნაირად განვითარდე და მე ბევრი ცოდნა მინდა და ბევრი სიკეთე მინდა და თუ ადამიანი თulis რომ არის მონოგამერნი სული ჩემი აზროვნება ღვთიური აზროვნება არისო თulis ხო ნათელმხილველი ვარო იმ ნათელმხილველს მაგალითად კარტი რა თუნდა რა თუნა ის კარტი რა ქვია თუ ნათელმხილველი ადამიანი და თუ ტრეცი გლაზი გახსნილი და თუ ასე ვთქვათ რომ ხედავ ენერგიებს იცნობ ენერგიებს ხო მაგალითად რეგრესოლოგები იცნობენ ენერგიებს
ეს ცუდი ენერგია, ეს ჯადოა, ეს ნეკროტიკა, ეს მაგია, რეგრესოლოგები ეგრევე განივითარეს წრეწიგლაზი და უკვე შიფრებით, მიფრებით, კოდებით, ენერგიებით, ფერებით, რა ფერისა, რის გამოა, ვის გამოა, აი ტელეპათიურად, ხო? იცნობენ უკვე რა არის ეს. მაგია, მერტვეკია, ტრეწიგლაზია, ბესია თუ ვინ არის თუ რა არის და რატოა და რა მიზეზითაა იცნობენ უკვე ყველაფერს ენერგიებს. ხო, ცნობულობს ადამიანი ეხლა შენ გვერდზე რა ენერგიის ადამიანი დგა, რა ბუნების ადამიანი დგა. ხო იგრძნობ რაღაცას, არა? ხო და რო განვითარეს ამ რა თუნდა ეხლა აი ნათელმხილველი ვარო და ან კიდე ყავაში ფიგურებს დასდევს. ყავაში ფიგურებს დასდევს და ყავაში ხან ყვავილებს დასდევს, ხან ვარსკვლავებს დასდევს. კი, ვარსკვლავია, ეს ის არის, ეს ძაღლია, ეს ლომია, ეს ძაღლი მეგობარია, ეს ფისო ესე არის და ამას ყველაფერს ახსნები აქ. ფისო ესეთია, ფისო ძაღლი ესეთია, ის კრისა, ის გველია, ეს ესა. მე ხანდახან მეც ვიხედებოდი ყავაში და სხვათა შორის რა ქვია რა ვიცი რაღაცებს ვხედავდი და გამომდიოდა ლაპარაკი. ხანდახან ეხლა ხშირად არა, მაგრამ რა ქვია არ არის კაი ეხლა მე იქა ყავის ნალექებში რა უნდა დამიხატოს, რა უნდა დამიხატოს, რომ რა ქვია რაღაცა გამოჩნდეს. რაც მინდა მკითხაობა. რაც არ არის მკითხაობა, კაი ის მატრიცას რომ მოატყუო და მატრიცას რომ აურიო გზაკვალი, რა ქვია ადამიანი რო იღვიძებს, ხო? უნდა იფიქროს, რომ აი მე როგორც მინდა ისე იქნება, ესეც იქნება, ისეც იქნება, ისეც იქნება, ისეც იქნება. არა ესე იქნება, არა ისე იქნება. ეხლა მკითხავი რომ მკითხავს, რომ ესე იქნება. იქნება ესე არ იყოს და ისე იყოს, ან ესეც იყოს და ისეც იყოს, ან ორივე ერთად იყოს, ან სხვადასხვანაირად იყოს, ან პოზიციურად და ოპოზიციურად, მაგრამ ადამიანმა პოზიტიურად უნდა იფიქროს ამაზე, პოზიტიურად. თავის განწყობაზე დილიდანვე საღამომდე დილიდანვე ეძინება არ ეძინება არ აქვს მნიშვნელობა. რო ადგება ხო და გაიღვიძა მიდის სამსახურში, ხო ფიქრობს რომ აი ესე იქნება, შვიდად ვიქნები, წყნარად ვიქნები, ან იქნება მხიარულება, ან რა ქვია კაი ადამიანს დაველაპარაკები, ან რაღაცა თავისთვის ისეთი პოზიცია შეიქმნას ასტრალში, ისეთი პროგრამა შეიქმნას, რომ უნდა ვიყო კარგად, უნდა მოატყოს ეს მატრიცა რაღაცით. ეს მერე მკითხავი რომ აპროგრამებს ამ ხალხს, რომ ეს ძაღლია მეგობარია და ილია ქვია და მაყვალა ქვია და გიორგი ქვია და ვიკა ქვია და თამუნა ქვია და რა ვიცი მე რაღაცა და თს დაინახავენ, თამუნა თ ამოვიდა, გგ ამოვიდა, გ და ისინი ყველასთან არის, გვარშიც არის, სახელშიც არის და ყველგან არის. ამოვიდა, ეს მტერია, ეს მტერია, მტერია. და მიმტკიცე რო არ არა, ხო არ შეიძლება ესეთი რაღაცეები, ხო? ამიტომ რატო ამტერი და მოყვარი არ არის? ხო არის ესეთი, არ მტერი არ არის, მოყვარია, ხო? ანუ ეს ადამიანი რჩება ეს, რა ქვია, ერთ უროვნებზე, ერთ განათლებაზე, ერთ განვითარებაზე, რა საჭიროა შენი ენერგიები ჩადო ან ყავაში, ან ყავის ჭიქაში, ან იმაში, ან ამაში, როცა შეუძლია ადამიანს იმუშაოს ენერგიებთან, აბა გადი გარეთ გაისეირნე ბუნებაში, სულ სხვა ენერგია. მერე ბუნებიდან წადი მეტროში ჩადი, რა ენერგიაა? ვერ გაძლებ იქა, გამოვარდები იქიდან, გაიქცევი იქიდან. აი ესეთ ენერგიებზე უნდა იმუშაოს ადამიანმა, რომ შეიცნოს ეს სამყარო და მით უმეტეს კიდე ეს მატრიცა უნდა მოატყუოს ადამიანმა როგორმე. რომ ეს მატრიცისტებს პროგრამები აურიოს, გზაკვალი აურიოს, პაროლები აურიოს, შიფრები აურიოს, რომ მე ესე კი არა, ესე ვიქნები, აი ამ გზით კი არ წავალ მე. დაუშვათ, ხო, აი ესეთი გზით წავალ. უნდა იფიქროს ადამიანმა, მე გადაწყვეტავ რამეს, რომ ამ გზით წახვალ, ან იმ გზით წახვალ, ან იქით წახვალ, ან გამოისეირნებ, ან იქით ან სამსახურში ესე დაწერ რაღაცას და მე ნოლიანს მიაწერ უკან, ნოლიანი, ჩუმად პატარა ნოლიანი. წერტილივით დაუსვი, ნოლიანი.
გავანულე, რაღაცები, როცა ხელის მოწერასთან არის საქმე, გავანულე. მიხვდი რომ გზაკვალი აურია ეს მატრიცას ადამიანმა, თორე ის რომ ნუ ციფრებს რო პლუს აკეთებენ, ხო ეს ასტრალური გამოთვლა სახელზე, გვარზე და იმაზე დაბადების წელზე, ხო? აკეთაც ახლა დაუშვათ ხარ რაღაცა ორიანი და ორიანი არისო ერთი და იგივე და არ გინდა ეს ერთი და იგივე, ხო? აკი და შენინება არ არის მიუწერე ამ ორიანს, სამიანიც მიუწერე, შვიდიანიც მიუწერე, რვიანიც მიუწერე, ცხრიანიც მიუწერე, რამდენიც მილიონები, ცხრიანები, ასიანები, მე ესე უნდა ვიყო, ეს არის ჩემი, ეს არის ჩემი ვისა, რა ქვია, ესე უნდა ვიყო მე პოზიტივში, სიკეთეში, ბედნიერებაში, ჯანმრთელობაში. И всё. ამ ორიანზე, სამიანზე, რა ქვია, მეკრაბაში რო ციფრებს ასვავენ ვითომ ხო ის აშიტებში ხო შენ სურათის გარშემო ან რაღაცა გააკეთე შენი ისა ორიანი პლუს ერთიანი ორიანი პლუს სამიანი ორიანი პლუს ოთხიანი და ჩასვი ეს მეკრაბაში შენ სურათთან ერთად ზაშიტა კარტებს რო დაძდებს ადამიანი ჯობია სურათები ზაშიტა გააკეთოს ადამიანმა მეკრაბაში და გარშემო დაუწეროს რაღაცა ციფრები ორიანი მერე ეს ციფრებსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, შიფრებსაც ძალიან, ნახატებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა ნახატს დაიხატავ, მინუს დაიხატავ, პლუს დაიხატავ, დრაკონს დაიხატ, დრაკონის დახატვას არავის არ ურჩევ, თუ დრაკონი არა ხარ. და ლომის დახატვას არავის არ ურჩევ, თუ ლომი არ არის, ლომის ცივილიზაცია და პლაზმოიდური ცივილიზაცია თუ არ არის, არავის არ ურჩევ მე ლომის დახატვას, რადგან მტაცებელი ცხოველი დაიხატო ზედ. გროიცი რო შეგჭამს ის ცხოველი. არ ვარგა ესეთი რაღაცებს, ეს მტაცებელი ცხოველი არის ბუნების გამახალისებელი რაღაცა თორე ეს მტაცებელი ცხოველი რო იცი რომ ის ჩემი მტერია. იმის ხან მორჯულებაც რო არ შეიძლება თუ კლეტკებში არ ჩასვი. რადგან იმისი დახატვა შენ? ხან ძაღლიც ცოფდება, ძაღლიც საშიშია. ხო და ადამიანი უჯერებს და სწავლობს ამ კითხავებს და აქ ესე არის ახსნილი და იქ ისე არის ახსნილი. მეც წამიკითხია ეხლა ტვინი ყველაფერს იმახსოვებს, მეც წამიკითხია ნუმეროლოგიაც წამიკითხია, რუნებიც წამიკითხია, ისაც წამიკითხია, რა ქვია, ასტრალები, ზოდიაქოების ნიშნები და რომელ ზოდიაქოს რა ცეცხლის ნიშანია, აერის ნიშანია, რისი ნიშანია, ხო? და ადამიანებმა თავისი ზოდიაქოს ნიშნები, ციფრები რო შეავსონ, ამიტომ უნდა ჯობია რომ გააკეთოს აი ეს მე რაც გასწავლეთ. 2 + 1, 3 + 1, მაგალითად მე 5-იანი ვარ, ხო, 5-იანი. მაგრამ მინდა რომ 6-იანი ვიყო, ან 7-იანი ვიყო, ხო, 5 + 2, всё. 5 + 8, 5 + 9, 5 + 11, 12, 13. დიდი რამე. ესე მინდა. მე ყველა ციფრი უნდა მქონდეს მე ჩემს იმაში, ნუმეროლოგიაში, იმიტომ რომ ყველა ციფრი რაღაცასა ნიშნავს, პაროლებია, რაღაცეებია, რომელიც მე მჭირდება. მე მარტო ერთი ცალი 5-იანით რა გავაკეთო ეკა, მე 5-იანიც მინდა, 1-იანიც მინდა, 2-იანიც მინდა, 3-იანიც მინდა. მიხვდი როგორ უნდა მოატყუო ეს მატრიცა უნდა მოატყუეთ. ეს ნახატები კიდე ადამიანს თუ ძალიან უყვართ ამ მკითხავ ნათელმხილველებს რა ქვია, მკითხავ ნათელმხილველებს თუ ბორია გადალკა ნათელმხილველებს თუ ძალიან უყვართ ეს რა ქვია, ნახატები თვითონ დახატონ თავისი გამოგონილი ნახატები რამე. ან იმ ტაროს კარტებს მიახატონ, მოახატონ რამე. აი ეს ტაროს კარტი, ეს არკანი, ესე კი არა, მე რომ მინდა ეს არკანი ესე იქნება. აი ეს ტაროს კარტი, ესე კი არა, ესე იქნება, მაგრამ ეს არკანები ხო ვიღაცამ ხო გამოიგონა, ეს ხო არის ეგრეგერი არა? ეგრეგერი ხო არის ეგა? რა თუნა ადამიანს რო დაძდებს ამ ვიღაცის დახატულ რაღაცებს, ვიღაცის გამოგონილ ტაროებს, ვიღაცის დახატულ იმებს რო დაძდებს. ყავის ჭიქაში თუ გინდა ჩაიხედე ყავის ჭიქაში, მაგრამ იმ ყავაში რაც დაინახა, ნალექის გარდა არაფერს არ დაინახა, თვალების დაღლაა ტყუილად. იმიტომ აღარ ვიყურები მე ყავაში, თორე ხანდახან ვიცი ხოლმე ჩამეჭყიტება ხოლმე მაინც ეხლა ძველბური პრივიჩკები რაღაცა, მაგრამ არ მინდა ეხლა იმ ყავის ყურებაში ვკარგო დრო.
მე იმასაც ვფიქრობ, მატრიციდან როგორ გამოვიდე, მატრიცა როგორ მოვატყუო, მატრიცას გზაკვალი როგორ აურიო და ესეც იქნება, ისეც იქნება. არა, მას არ ვაკეთებ, აი მაგალითად, ეხლა ყავას ავსვავ, ხო? ეხლა ყავას ავსვავ. მე უცბად რაღაცა მაქვს, ხო, გასაკეთებელი. არა, ჯერ იმას გავაკეთებ, მე იმას გავაკეთებ. არა, ჯერ იქ წავალ, მე იქ წავალ. არა, ჯერ ესე აი რაღაცნაირად უნდა ეხლა კი ეხლა პატარა ქვეყანაში ვცხოვრობ, მეტრო, სახლი, მარშრუტკა, მეტრო, სახლი, მაღაზია, მარშრუტკა, მეტრო, სახლი, სამსახური, მაღაზია, მარშრუტკა, მაგრამ ცოტა რაღაცა საათებში მაინც აურია მატრიცას გზაკვალი, ან ცოტა რაღაცა იმაში მაინც აურია გზაკვალი, რომ აი, ვითომ ეხლა მე სამსახურში უნდა წავიდე, მაგრამ სამსახურში კი არა, ჯერ მაგალითად მაღაზიაში შევედი. მაღაზიაში შევედი, მე წავედი სამსახურში. არ სამსახურიდან სახლში უნდა მოვიდე, მაგრამ არ შევედი ჯერ სახლში. სადღაცა იქ ჩამოვჯექი ცოტა ხანი, ვიჯექი, მე ავედი ისე სახლში. იმიტომ რომ მე ესეც მინდა, ისეც მინდა, უნდა დავისვენო კიდევაც ცოტა ხანი გარეთ. უნდა ადამიანი უნდა იფიქროს იმისთვის, რომ პოზიტიურად თავისთვის უნდა იფიქროს პოზიტიურად, რომ ეს არკანი და ესე მოხდება, თუ არ მოხდება, ესე იქ ეს სწორი არახსნა არ არის. მერე დასდევენ იმ წიგნებს, $100 და $200 წიგნებს, რომ და კარტებს კიდე, რომ $50 კარტებს კიდე, რომ ესე კი არ არის. ესია, აი ის სწორი თუ ახსნა თუ არ არის, ესე კი არა, ისია. ხო და იცი რა არის აი მარკანებისა და კარტების თავი დაანებეთ ყველამ დევნას პოზიტიურად გაენეწყეთ თქვენი თავისათვის სასარგებლოდ, თქვენი სულისათვის სასარგებლოდ. მე ეხლა ადამიანი დგადა იმას ფიქრობს, სხვა ადამიანი თუ ჩემზე ფიქრობს, სხვა ადამიანი თუ აბა ჩემზე რასი ფიქრობს, იმასთან ესე ვიქნები. ეგ არავინ არის. по закону канону ძესისი ჩას, ყველა სუდილი გადის ვაპლაშენიას ამ მომენტში, ამ დროში დღეს, ხვალ, ზეგ რა იქნება, არავინ არ იცის და კაი იქნება თუ თავგზას აუბნებთ საერთოდ აი ყველას აბსოლუტურად. ის ადამიანი ეხლა ჩემზე ნეტა რასა ფიქრობს, იფიქრე შენთვის რომ ის ადამიანმა უნდა იფიქროს ჩემზე კარგი სიკეთე, სიხარული, ჯანმრთელობა, ბედნიერება, ჩემთვის აბლაგა. მე სიკეთე, ჯანმრთელობას უსურვებ იმ ადამიანს. всё, რა თუნდა ამას მკითხავი ხალხ, ამოდით ცოტა აი გამოიღვიძეთ ცოტა მდგომარეობიდან. ქმარი გატყუებს სახში რაღაცას და ხვდები რომ ქმარი გატყუებს სახში რაღაცას. ვუბძანებ ჩემ ქმარს, ვუკრძალავ ჩემ ქმარს ტყუილებს. ერთი დღე ილაპარაკე დააყენე უსტანოვკა, მეორე დღე ილაპარაკე ვუკრძალავ ჩემი ქმრის სულს ტყუილებს. აღიაროს დანაშაული, ნუ მატყუებს, არ მოვიდეს სახში მატყუ არა, ქმარი მე არ მინდა. იმის სულს ესმის თქვენი წულები ხართ. ესმით თქვენ სულებს, თქვენი ლაპარაკი, ესმით ამას, ტაროს კარტები რა თუნდა. ღალატობს ვიღაცა, გიღალატა ხო საქმეში, რაღაცაში და გეშინია რომ გიღალატოს, ან საქმეში, ან რაღაცაში, ან ფულში, ხო? დააყენე უსტანოკა, ვუკრძალავ ამას, ღალატს, ვუკრძალავ ამას ზიას, მე ვერ მომაყენებს ეს ზიას, ვუკრძალა, გიკრძალავ, სულო, ვინც ახარ, შინაური ხარ, გარეული ხარ, რაც ახარ, ქმარი ხარ, ცოლი ხარ, გიკრძალავ, ვერ მიღალატებ. იმიტომ რომ გიკრძალავ ჩემთან ღალატის უფლებას, ტყუილების უფლებას, ფულში ვერ მიღალატებ, საქმეში ვერ მიღალატებ, ყველაფერი იქნება ჩემთვისაც საციკეთო, იმიტომ რომ მე ესე მინდა, შენთვისაც საციკეთო, იმიტომ რომ მე ესე მინდა. რა თუნდა ამას ტაროს კარტოებ, გეშინია სახლი არ დაგენგრეს, არ იმასაკნა, ხო და რაღაცა და რისა და არ მოგპარონ და რაღაცა, ხო მეც რო არ ვიცოდი, ეხლა ყველა რაღაცებს მატყუებდა და მეც მეშინოდა და მეც გადავიტანე ეგეთი რაღაცები რა. ეხლა ადამიანმა რო ვერ ფლობს ამ მატრიცას, ხო და ვერ ფლობს ამ ენერგიებს და ვერ ფლობს ეს ადამიანი თავის იმას, რა ქვია, ყველაზე ეჭვიანობაც კარგი არ არის. არ არის კაი ეჭვიანობა.
ყველას ჩვენ ვერ გამოვასწორებთ. ზოგი ცუდია, ზოგი კაია, ზოგი გიღალატებს, ზოგი არ გიღალატებს, ზოგი მოგატყობს, ზოგი არ მოგატყობს, მაგრამ მაინც წინასწარ დაიცავით და ვიუკრძალა ჩემი სახლის დაზიანებას, აი სახლი ჩავაბარე მე იმ ადამიანს, ხო, ვიღაცას. ვუკრძალა მე იმ ადამიანს ჩემი სახლის დაზიანებას. ჩემთვისაც ვაბლა, იქ იმისთვისაც ვაბლაგა. რომ არ ჩვენ შორის რო იყოს სიკეთე, რო დარჩეს სიკეთე და ბედნიერება და ურთიერთპატივისცემა. როგორც მე ვცემ იმ ადამიანს პატივს, ვავალდებულებ იმ ადამიანსაც, სხვებსაც, ყველას, რომ როგორც მე ვცემ პატივს, მეც ასევე მცენ პატივი, всё. ვიგოდნიკობაზე კი, ვიგოდნიკი იყავი, მეთქი იმას კი არ ვიძახი. პატივს ხო ვცემ ვიღაცას, ის პატივს ხო არ აქცემს, არა. ან მოერიდე, ან თუ ეგეთი ურთიერთობა თუ გაქვთ, ერთხელ განაცხადე. აი, ახლობლისულო, ნაცნობლისულო, შინაურისულო, ვინც ახარ, რაც აქვია, ხო? ძალიან გთხოვ, ნუ მაყენებ, ასე ვთქვათ, შეურაცხყოფას ან ზიანს ან რაღაცას, უნდა იყოს ჩვენ შორის, ასე ვთქვათ, გაგება და ასე ვთქვათ, პატივისცემა და ასე ვთქვათ, თანადგომა და გიკრძალავ ჩემზე ვამპირობას, ეს ვამპირიზმი სახშიც ახდება, გარეთაც ახდება. სისტემებშიც ახდება და მატრიცებშიც ახდება. კარტებითაც ახდება ვამპირიზმი ზუსტად. ეგრეგერიანულ სისტემას ეკუთვნის ვამპირიზმი. კოლექტიურ საზნანიემა შექმნეს, ეს სათამაშო კოლექტიური საზნანიემა შექმნეს, დაწერეს, გამოიგონეს ეს სურათები. და სწორად წერია იქა ყველაფერი, არა წერია სწორად იქა ყველაფერი. სწორად რატო უნდა დაგიწერონ? აბა გამოიცანი სად რა წერია და სად როგორ წერია? ხო, აი, ამიტომ ადამიანი რომ გამოვიდეს ამ ეგრეგერებიდან და არ გადავარდეს იმაში, რა ქვია, კარტების თავგადასავლებში, რომ ეს უნდა გამოიცნო, ის უნდა გამოიქცნო. არა, აბა იმას ეს აქ რო ესე იყოს და იქ რო ისე იყოს და ეს ამასთან რო იყოს და ეს იმასთან რო იყოს და კაცი ქალთან რო იყოს და რუიანი კაცთან რო იყოს და აგური კაცთან რო იყოს და ჯვარი იმასთან რო იყოს და აბა ესე როგორ იქნება და აბა დაანებე თავი, რა დგინდა? მატრიცას რას კარტებს ეთამაშები, ქაღალდებს ეთამაშები? თილისმის გაკეთება თუ უნდა ადამიანს რაღაცა დახატე ერთი ლამაზი მეკრაბა ატარე თან, всё, ყველაზე კაი თილისმა. რადგინა ეს არკანები ვიღაცის გაკეთებული რაღაცები, მეც იმას ვქენი და გადავყარე ყველაფერი დავწვი. დავწვი არ მინდა კაცო თავი ამატკია, თავი ისედაც ის ამაქვს. თავის ტკივილები მაქვს ისედაც და უარესად რო ამეხადა ეს თავი მეთქი არიკა აფრინდები. ეხლა აქედან მე-7 სართულზე მეთქი პირდაპირ. ისეთი ტკივილები ამეწია, ტანსიონმა დამარტყა, კინაღა მწნევა. ამიტომ უნდა იგრძნოს ადამიანმა ეს ენერგიები, იმ კარტებს კი არ უნდა შეეწირო. რო გრძნობ, რომ ვერ მოხვდა ის რაღაცა არ გესიამოვნა, ხო, ადეგი მოისროლე, გადააგდე. მატერიალურ ნივთებს კი არ უნდა შეეწიროს ადამიანი. ყველაფრის დახატვა და ყველაფრის ნახატების, ყველანაირი ნახატების სახში გაჩერება კიდე არ ვარგა. რა იცი იმ კარტებზე რა ხატია, რადგინა ის ყვავის კარტები, შავი კარტები, რადგინა შავი კარტები. შავი კაცები, შავი კარტები, რადგინა სახში გიდევს ეგენი. თან ამოტრიალებულები, წაღმაუკუღმები, ჩვენ იმას ავწდილობ, რომ ის წაღმაუკუღმები გავასწოროთ, წაღმაუკუღმები გარვიკულნოთ, წაღმაუკუღმები დავაბალანსირავნოთ, ჩვენ მაგას ავწდილობთ საერთოდ ეს სულები და შენ ეს წაღმაუკუღმები დაიდე სახში. ამ წაღმაუკუღმა მატრიცებისაგან რომ გამოვიდეთ, გამოვაღწიოთ, გავთავისუფლდეთ, იმას ავწდილობთ. მიხვდი რას გიხსნი, ეს არის სისულელე, აი სათამაშო რაღაცა ვიღაც რაღაცა გამოგონებული და ის არის, კაი ძალები არ აქვს მაგას. და არავის არ ურჩევ. არც ეს რუნეჩესკი ის რო არის, რუნიჩესკი ახსნები რო არის, რა ქვია, ზოგიერთ რუნა მართლა კაია, მაგალითად ფეხუ არის ჯანმრთელობის ის. მე ფეხუს ძალიან კარგად ხმარობ. ფეხუ კიდე ისა სხვადასხვა რუნები არის, რომლებსაც ძალიან კარგად ხმარობ.
ნალგიზიო თუ ალგიზიო თუ რა ქვია იმას ვეხუ ალგიზი ძალიან კარგად ხმარობ ამ იმებს ისა აი მორცალ რუნას მარტო რუნიჩესკი ფორმულას ფეხუ და ისა კი არა და ისა როცა საჭიროა ხმარობ ნალგიზი აი ეს ნუ მე თქვენ დაიცადე დავხატავ ერთი ой მე აი ესე ხო ახატია ხო ჩანს აი მას აი ძალიან კარგად ხმარობ აი ეს ხო ჩანს ესეთი აქეთი კი დაბლა აქეთი კი დაბლა აქეთი კი დაბლა ვითომ მზაში არ ვიცი ესა და ის მეორე რო არის ფეხუს ახმარობ ძალიან კარგად მაგალითად ჩემ სურათებზე ჩამოვარდა ეს ჩემ სურათებზე ძალიან კარგად მიდევს გაკეთებული მაქვს ხამერე როცა რა ქვია გავა დრო ერთი თვე მერე ვცდილობ რომ ახალი გავაკეთო და ესე რაღაცა და ამ ფეხუს რუნიჩესკის სიმბოლებსაც კიდე არის გაკვეთილები YouTube-ში ყველას კაი ძალა არ აქვს ყველას კაი ახსნა არ აქვს ერთი რუნა მეორესთან შეიძლება დამანგრეველი იყოს მეორე რუნა მესამესთან შეიძლება დამანგრეველი იყოს მეოთხე რუნა მეხუთესთან შეიძლება აი სხვადასხვა რუნები ერთმანეთთან შეიძლება დამანგრეველები იყოს მე რა ქვია 1 2 თვე 3 თვე 4 თვე მეცადინეობდი მე მაგ რუნებს და რა ქვია მე ისა შევეშვი დავიტოვე ეხლა ყველა რუნების ერთი ფორმულა დავიტოვე ისე რომ არ ავხმარობ დაკეცილი მაქვს ჩადებული მაქვს წიგნებთან დანარჩენი ვხმარობ ხოლმე მხოლოდ ორ რუნას ფეხუ არის ყველაზე კაი ჯანმრთელობის რუნა ყველა რაღაცების დახატვა კიდე არ შეიძლება ყველა სურათებში ქექვა არ შეიძლება ყველაფრის ის არ შეიძლება მე ახლა სახში ვხატავ ხოლმე მარტო აი ანგელოზები მეკრაბები დადეკაიდერები ყვავილები ბუნებები ჩიტები ეს რაღაც ესეთი კაი განწყობაზე რომ დავდგე პოზიტიურ განწყობაზე ესეთ სურათებს ვხატავ ხოლმე სახში აი ლამაზი მზის სურათები ლამაზი დადეკაიდერების გარმანიზატორების სურათები და ვდებ ხოლმე გარშემო კედლებზე შიგნით გარშემო რომ ეს კაი სურათი ჯერეთი კაია სახში და მე კიდე რომ ცოტა გადატრანსფორმირავდეს ეს რაღაცა ან ჩემი ან სხვისი დესტრუქტივები всё მე სახლიდან მოვაცილე კარტები ყველანაირი კარტი მოვაცილე და საერთოდ არავის არ ურჩევ კარტებზე ჩაციკლას იმიტომ რომ ადამიანი ვეღარ ვითარდება და ისეთი ის არის რა ქვია ეს მაიმუნური რაღაცა არის გაიგე რომ იმის მაგივრად რომ მატრიცა მოატყო და გამოხვიდე მატრიციდან იქ მატრიცაში შედიხარ აბა ეს იმასთან რას ანიშნავს აბა ესე როგორ ახდება აბა ისე როგორ ახდება აბა არ უნდა ახდეს ან კიდე ყველანაირად უნდა ახდეს აი ყველანაირად უნდა ახდეს აი ესეც უნდა მოხდეს კარგად საჩემოთ აი ესეც უნდა მოხდეს კარგად საჩემოთ იმასთანაც კარგად უნდა მოხდეს იმანაც კარგად უნდა მიპასუხოს მეც კარგად უნდა ვუპასუხო იქაც კარგად უნდა მოხდეს ყველაფერი საჩემოთ და ყველაფერი ვაფშე და საჩემოთ უნდა მოხდეს სიკეთე სიხარული და ბედნიერება всё და ყველა დისტრუქციული პროგრამები და სხვის მატვინებმაც კიდე საჩემოთ უნდა ილაპარაკონ კაი და ცუდის ლაპარაკს ვუკრძალა მე ყველას ტვინებს აი ეს არის მატრიცა მე ცუდს არ ავლაპარაკობ არავიზე და ყველას ვუკრძალავ ჩემზე ცუდს ლაპარაკს აი ეს არის კოსმოზაკონი всё შეგეხერო მეხები არა ხო აი ჭორა ვიღაცას რომ ჭორა არა ხო აი რა უფლება გაქვს რომ ჭორა ხო არ მართალი და უნდა დააყენო სამართლიანი უსტანოკები შენთვის ისე რომ არც სხვა არ დაზარალდეს არც შენ არ დაზარალდე всё ეხლა ის ამოვიდა იქა ყვავის კაცი და კითხავ ვინ არის ეს ყვავის კაცი ვინ არის და ვინ არის ყველა კაცი რო ცოტა არ იყოს რო ის არის რაღაცნაირი ხო ყველა მიცის მინუსოვანი
ეგ იასნი, ეგ ყველა ვარიანტში მასია, 1-2 კაცი, რომ ცოტა ოჯახზე ფიქრობს, 1-2 კაცი, რომ ცოტა ისა ნორმალურია, დანარჩენი ნახევარზე მეტი არიან. რა ვიცი, თავიანთ მინუსებში არიან. всё. და არიან აგრესორები, ან ტრიპაჩები, ან ეგოისტები, ან ვიგოდნიკები, ან უსაქმურები, ან ღარიბები, სიღარიბეს თავი დავანებოთ, ყველა ღარიბები ვარ. რომელი აქ მდიდარი? უნდა თქვას, რომ კაცებო, ქალებო, შინაურებო, გარეულებო გიკრძალავთ იმ ტაროს კაცის კაცსაც ვუკრძალავ, იმ ყვავის კაცის კაცსაც ვუკრძალავ, იმ აგურის კაცს, იმ ჯოკერსაც ვუკრძალავ, ჯოკერო. გიკრძალავ ჩემზე ვლიანიებს. всё, закрывается ეს ჯოკერი. ისა დაში გაეცა. всё, და ვაგდებ ამ ჯოკერებსა და ყვავის კარტებსა და იმებს ჩემ ბიოპოლიდან შორს. აი ეს არის მაიმუნობა, ყველაფერი რაც გამოგონილია. სურათი უნდა დახატო კიდე შენთვის. ისეთი არ დახატო არიქა რომ საშინელებამა. კაი რაღაცა კაი ლამაზი ხილი, ბუნება, რაღაცა სახში სუფრა გააწყე, ხო გადაუღი ამას ლამაზი სურათი. აი შენი გაკეთებული საჭმელების ლამაზი სურათი, სახში რაღაცა მოკარგე, ლამაზი კაბა, ლამაზი რაღაცა ის ლამაზ რაღაცებს მიაქციე ყურადღება. ნუ დადევს ამ საშინელებებს. აი ამ საშინელებებს და მკითხაობებს, ესია ისია. ნუ დასდევთ და ეს ზოდიაკოს იმებს კიდე თქვენ თვითონ შეავსებთ ციფრებს, შიფრებს, პაროლებს. მინდა ჩემი პაროლი დღეს არის 888. ხვალი არის 777, ზეგ არის 666. გუშინ იყო, იმიტომ რომ ესე მინდა მე პაროლებს ავცვლი. 1000, 2000, 3000, 4000, 129, 529, 620, იმიტომ რომ ესე მინდა, რა ვიცი ახლა რატომ მინდა ესე ვისწავლე, მივეჩვიე რაღაცას და ცოტა ტვინი გამიმთავისუფლდა ამ პრივატსკებისაგან და ცრურწმენებისაგან. უნდა ავარჯიშოთ ტვინი რომ დაიწყებს სუდზე ფიქრს, დაიწყეთ აი ეს რაღაცა, აი პადრიმაიცა ჩემი ვიაფერად დათვლასავით დაიწყეს დათვალეთ, თან აი ვითომ ვიბრაციებს, რადუჟნი ვიბრაციები იზრდება 335, 629, 700 ზაშიტნი ვიბრაციები იზრდება 600, 700, 500, 600 რაღაცა და ეგრე 700, 900, 600, რაღაცები და ნელა დაწყნარდება ეს ტვინი, გამოვა იმ უჟასტიკების ფუნქციებიდან, იმ უჟასტიკების განცდებიდან და ჩაგერთვება ამ ვიბრაციები, წავიდა კაი ვიბრაციები, რადუჟნი ვიბრაციები, სიყვარულის, ჯანმრთელობის, ურთიერთგაგების, ბალანსირების ვიბრაციები 129, 55, 56, 58, 1000-ჯერ მეტად, 59-ჯერ მეტად, 58-ჯერ მეტად, 23-ჯერ მეტად, 35-ჯერ მეტად, რომ ვარ ძლიერი, რომ ვარ ჭეშმარიტი, კაი სული, რომ ვარ განთავისუფლებული სული, რა ქვია 95-ჯერ მეტად, 99-ჯერ მეტად, 129-ჯერ მეტად, 128-ჯერ მეტად, თან დაითვალე, თან ვითომ პაროლები შეცვალე, თან ვითომ პარტალები დაკეტე და ეგეთი რაღაცები. რა თმინდა, ყველას ტვინს ვუკრძალავ ჩემზე დისტრუქტივობას, всё. Буду отключаться, სხვისი ბერაში მაინტერესებს, სხვები ჩემზე რასა ფიქრობენ. რაში მაინტერესებს, მე იმაზე ვფიქრობ, არა ვფიქრობ, არ ვაკადრებ, იმიტომ რომ მეცოდებიან, ვიცი რომ მატრიცაში არიან, ვიცი რომ დაღლილები არიან, ვიცი რომ ყველა წვალობს, ვიცი რომ ყველა შრომობს, ვიცი რომ ყველა შვილები ყავს სახში და ყველას რაღაცა პრობლემები აქვს. ჩემს პრობლემებს კითხულობენ? არ კითხულობენ, დამცინიან. და აი ვინც დამცინის და ვისაც ბოდიში და არ აინტერესებს მე აქ რას ვაკეთებ, როგორ ვაკეთებ, მართალს ვაკეთებ, ცუდად ვაკეთებ თუ ჭირქს ამწყებს ტყუილა უბრალოდ. ხო აი ზუსტად მასეთი ავიხალხების ტვინები სტოკრატნა გაითიშოს ჩემგან შორს.
თავიან თავზე რაც ჩემზე იფიქრონ. თავიან თავზე რაც ჩემზე იფიქრონ, თავიან სახელზე და გვარზე იფიქრონ. всё. რა თუ ამას მკითხაობა მათ უხებს მე ვიღაცის რაღაცა ისა რა ქვია ვიგრძენი რაღაცა ავიძალები ეგრევე ავიძალები ბლოკირუიცა თავიანთი პრავა აბლადატილების დირიჟორებიანად ერთად ატმინია პადალში შტრაფი რუიცა ჟიგაიცა ვიჟიგაიცა ამას რა თუ მკითხაობა არ მოგეწონა ადამიანი გაუშვი ის რაზე ფიქრობს ეხლა შენ ვერ გამოიწრო ყველა ადამიანი ფიქრობს სხვადასხვა რაღაცაზე ზოგს უნდა რა ქვია რა უნდა იფიქროს ადამიანზე ადამიანია და всё არ მომატყო არ დამაზიანო და მორჩა არ რა ქვია თუ გიყვართ ერთმანეთი და თუ არ გიყვარ ის რას ფიქრობს და შრიან კარტებს და შრიან ის მიაღწევს ის არ მიაღწევს ის რა ზოდიაქოსშია ის რა იმაშია არ შეიძლება ადამიანის ბედში ქექვა კარმა არის ეს ეგაც იგივე ზიანი არის თუ არ უყვარყარ ადამიანს რას იზავ ეხლა დაანებებ თავს და всё შენ ხო გიყვარდა ხო დარჩა ეს სიყვარული ხო იგრძენი მაინც რა არის სიყვარული ხო კაი იყო რომ გიყვარდა всё ეხლა გაუშვი ის ადამიანი всё პაკა დასვიდანი ეხლა ეძებე სხვა სიყვარული უკეთესი სიყვარული მე მარტო სიყვარულზე არა მაქვს ლაპარაკი უკეთესი ურთიერთობა ეძებე მე მაგალითად ძველ სამსახურებში ვიყავი ხო მიყვარდა ჩემი სამსახურები ცუდი იყო თუ კაი იყო მიყვარდა ჩემი სამსახურები აღარ არის ეხლა ის სამსახურები რა ვიცი ეხლა აღარ არის ხო ეხლა ვცდილობ რომ სხვა სამსახურები შევიყვარო ცუდია თუ კაია რა ვქნა რა ქვია მიყვარს ჩემი და იქ ვინც არის ნაცნობი უცნობი თუ რაც არის ყველას ვეუბნები რომ არ შემეხოთ არ დამაზიანოთ всё მე არ გეხებით თქვენაც შემეხოთ და არ დამაზიანოთ რა არის აქ ცუდ ისა მკითხაობა ამას რა თუნდა თუ ყვას ესე ძალიან იმ ქალს ეს კარტები და რაღაცები ციფრებით დახატოს აი ყველაზე კაი კარტა თუ ეხლა დაუშვა დაამუღამე რომ კარტებით შენ რაღაცას ხსნი და რაღაცით ასე ვთქვათ გინდა რომ განვითარება თან რომ პაროლები შეიცვალო რა ვითომ რა აი დაუხატი ამ კარტებს რა ქვია ვაფშე ისეთი კაღალდები და იმას ქენი და ქსეროქსი რომ ვითომ კარტებია ყვავილებით ან იმეებით ან ამეებით ცუდი რაღაცები არ დახატო ოღონდ და პროსტა ციფრები დააწერე რომ აი 1-იანი 2-იანი 3-იანი 4-იანი 5-იანი 6-იანი 7-იანი 8-იანი 9-იანი 10-იანი და ითამაში ამ ციფრებზე თუ ესე გიყვარს კარტები რაღაც და ეს 2-იანი ამასთან ვითომ ამას ანიშნავს ოღონდ ძალიან ცუდი რაღაცები არ დაწერო ეხლა ისა სიკოდილები და ისენი და ისა რატო უნდა იფიქროს ადამიანმა ჯერ ცუდზე უნდა იფიქროს ადამიანმა ყოველთვის კარგზე უნდა გადავიდეს ადამიანი პოზიტიურზე всё